გამარჯობათ, ჩემო პატივცემულო რადიო მსმენელებო და ტელემაყურებლებო, სტუდია არვიდან ტრადიციულად მოგესალმებით, მე გოჩა ჯოჯოა და ახლოვებით ალბათ 40 წუთის განმავლობაში მექნება თქვენთან საუბარი და ასევე ტრადიციულად ალბათ პირველ ნახევარს ვისაუბრებ მე და მერე უკვე ბოლო 10-15 წუთის განმავლობაში ვცადოთ თქვენთან ერთადაც გავიაროთ ის თემები ან ნებისმიერი სხვა თემა, რომელიც თქვენ გაწუხებთ და რომელსაც თulit რომ საჭიროა რომ ამაზე გქონდეთ თქვენი პოზიცია ან კითხვა შემოგვეხმიანეთ და კი ბატონო დიდი სიამოვნებით თუ კი საშუალება მექნება და შესაძლებლობა იმისი რომ პასუხი გაგცეთ, ვეცდები გაგცეთ კომპეტენტური პასუხი, თუ კი ასაკვირველია ამისი უნარი და საშუალება მექნა. გააჩნია კითხვა აქედან გამომდინარე. რაზე მინდა გესაუბროთ, ხო? ისევე როგორც ალბათ თითეული თქვენგანი ჩართავს საინფორმაციო საშუალებებს და მხოლოდ ნეგატივი იღვრება. ამას დაემატა კიდევ ის, რომ გარეთა სიტუაციაც არ არის ხო საკმარისი მარტო რაც ჩვენ ხედავთ რუსეთ-უკრაინის ომი, რომელშიც ჩართული არის რასაკვირველია დასავლეთი, გარკვეულწილად ჩართული არის ამერიკის შეერთებული შტატებიც და აქედან გამომდინარე მთლიანად ნატო. ეს ერთი პრობლემა, რომელიც კიდევ და კიდევ უფრო მეტად იძაბება და ის იმედიც, რომელიც იყო თითქოს რომ აი ტრამპის მოსვლის შემთხვევაში იქნება და ეს ომი გაჩერებულიყო, ჩანს რომ ეს ესე მარტივად არ არის ეს საკითხი, ჩანს რომ ეს ომი ალბათ შეიძლება კიდევ დიდხანს გაგრძელდეს, მით უმეტეს დასავლეთის ქვეყნები, განსხვავებით ამერიკის შეერთებული შტატებისგან, ფიქრობენ იმას, რომ მაქსიმალურად იყვნენ ჩართული და შეიარაღების მიწოდებას ჯერჯერობით ფაქტორად შეიძლება ითქვას არა მარტო დასავლეთის ასე ვთქვათ ეს ევროპული ქვეყნები, არამედ ამერიკის შეერთებულ შტატებსაც ჯერჯერობით რაც პირობები იყო დადებული, ისინი ყველა ამ პირობას რასაკვირველია ასრულებენ, ამას პირდაპირ ლაპარაკობს რუბიო და ამბობს, რომ ჩვენი ვალდებულებები რაც ჰქონდა აღებული პრეზიდენტ ბაიდენის დროს, ეს ვალდებულებები არ შეგვიჩერებია და გამომდინარე აქედან, ოღონდ ის ამ კონტექსტით იძახის, გამომდინარე აქედან რუსეთს თქვენი დათვლით, ხო, ანუ იმ წინა ხელისუფლებისა და თქვენი დათვლით უნდა გაჭირვებოდა ისე, რომ მშვიდობაზე ის უნდა ყოფილიყო თვითონ დაინტერესებული. ამის მაგივრად ხედავთ იმას, რომ რუსეთს აქვს თავისი ინტერესები და ამ ინტერესების გატარებას ის ბოლომდე ცდილობს, ეს ინტერესები სადმედის დაახლოებით ალბათ ყველანი ხვდებით, არის ეს ინტერესები საფუძვლიანი, მართალი, არამართალი, ეს უკვე ცალკე საკითხია, ცალკე თემაა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჩანს ის, რომ რუსეთი არ ჩქარობს მშვიდობის დამყარებას და სურს მშვიდობა მისი პირობებით იყოს შესრულებული და თავის პირობებს აყენებს. ნახოთ როგორ გაგრძელდება აქეთკენ სიტუაცია, თუმცა ესეც კარგად მოგეხსენებათ, რომ ჩვენ საზღვაო კავშირი გვაქვს უკრაინასთან ერთის მხრივ და გვაქვს პირდაპირ სახმელეთო საზღვარი რუსეთთან. აქედან გამომდინარე, ეს კონფლიქტი რასაკვირველია ჩვენთვის მნიშვნელოვანია და გარკვეულ ხიფათებს რასაკვირველია შეიცავს და ამაზე ბევრი გვისაუბრია. ახლა მიემატა კიდევ ჩვენთან ახლოს პირდაპირ სახმელეთო საზღვარი არა გვაქვს, მაგრამ სომხეთის გავლით საზღვარი, ასე ვთქვათ, სომხეთთან აქვს, მაგრამ რეგიონის ერთ-ერთ ლიდერთან და ისტორიულად კარგად იცით რომ სპარსეთი ერქვა მაშინ, ახლა დღევანდელ ირანთან და რეგიონის ამ ლიდერთან ასეთი დაძაბული ურთიერთობა, რომელიც დღეს აქვს ისრაელს და თქვენ ნახეთ რომ გუშინ ღამე ახალი ესკალაციის, ასე ვთქვათ, ალღა დაიწყო, სადაც ისრაელი დასაბუთებულად ამბობს იმას, რომ საფრთხეებიდან გამომდინარე ის იძულებული იყო პრევენციული ზომები მიეღო და აქედან გამომდინარე განახორციელა ის დარტყმა, რომელსაც ფაქტიურად შეიძლება ითქვას, რომ პოტენციალი გარკვეული ზიანი მიაყენა ატომურ პოტენციალს, ანუ ატომური იარაღისკენ ირანის პროგრამას, რომელიც ისინი თვლიან, რომ მაქსიმუმ ერთ წელიწადში და შეიძლება რამოდენიმე თვეში, წელიწადზე ადრეც უკვე ირანს ქონოდა ატომური იარაღი და ბალისტიკური რაკეტები, რომლითაც შეიძლება რომ ის მიწვდეს პირდაპირ ისრაელის ტერიტორიას და თანაც ყველაზე მთავარი ის არის, რომ ოფიციალურად ამბობს ისრაელი, ასე რა ქვია, ირანი, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკა, რომ
სახელმწიფო ისრაელი არ უნდა არსებობდეს, ხო? და აქედან გამომდინარე ისრაელი თulis რომ ამ პრევენციული დარტყმა განახორციელა. ამას რატო ვამბობ? ჩვენ წინა გადაცემა გქონდა და გახსოვთ საუბარი მიდიოდა იმ საშინელ მდგომარეობაზე, რომ დევნილთა დიდი ნაწილი საქართველოში უკვე შემოსულია, მათი მოულაპატრონობას რამდენად შეძლებს ქართული მხარე და მოულაპატრონობაში იგულისხმება მათი, ასე ვთქვათ, ბინადრობა, იმიტომ რომ ადამიანი რომელიც შემოვა შენს ქვეყანაში, შენ უკვე როგორც სახელმწიფო პასუხისმგებელი ხარ მთელ რიგ საკითხებზე, სოციალურ საკითხებზე ამ ადამიანების მიმართ, ხო? და აქედან გამომდინარე შეძლებს თუ ვერ შეძლებს ამას, რადგანაც ეს ფაქტიურად პრობლემა შეუქმნა და ვერ შეძლო, ისე როგორც სახელმწიფოს მიაჩნია ევროპა, რომელიც არის ბევრად უფრო ჩვენზე ეკონომიკურად ძლიერი და აქედან გამომდინარე მას აქვს ყველა ის სახელმწიფო სტრუქტურა ბევრად უფრო ძლიერად განვითარებული, რომელიც სტრუქტურებიც ამ პასუხისმგებლობებს იღებენ. დაწყებული ეს იქნება უსაფრთხოებიდან, დამთავრებული ჯანდაცვა იქნება, სოციალური თუ თქვა დანარჩენი ყველა ის საკითხი, ხო? ეხლა ამ ომმა და ამ ესკალაციამ შეიძლება ეს ტალღა კიდევ უფრო მეტად გაზარდოს და აქედან გამომდინარე საფრთხეებზე როცა ვლაპარაკობთ, რასაკვირველია, ესეც უნდა გავითვალისწინოთ, რადგანაც ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ, ასე ვთქვათ, ჩვენი რეგიონალური მეზობლის ერთის მხრივ და მეორეს მხრივ ჩვენთვის არ არიან შორევლები, რასაკვირველია, ისრაელში მინიმუმ ის ადამიანები, რომლებიც საქართველოსდან არიან წასული და ქართველი ებრაელები, ასე რომ ეს ჩვენთვის ძალიან ტკივნეული თემაა. ეს არ არის უბრალოდ ორი ქვეყანა სადღაც ერთმანეთს ებრძვის და ჩვენგან შორს არის, შორს როგორც გეოგრაფიულად და სინამდვილეში რო ესე არ არის კი ვხედავთ, მithumetes თანამედროვე ტექნოლოგიების გათვალისწინებით და სამხედრო ტექნოლოგიების გათვალისწინებითაც და თანაც არ არის, ასე ვთქვათ, მორალური, ასე ვთქვათ, თვალსაზრისითაც ეს არ არის, ასე ვთქვათ, ჩვენთვის უმნიშვნელო საკითხი და ძალიან მტკივნეულია საკითხი და აქედან გამომდინარე მთელი ის რაც შეიძლება ამ ყველაფერს მოყვეს, ხო? ჩვენ არ ვიცით ეს ესკალაცია სადამდე აიწევა, იმიტომ რომ ამაში გარკვეულწილად ჩვენ ვნახეთ, რომ უკვე ჩვენი პირდაპირი მეზობელი თურქეთი პირდაპირ აკეთებს განცხადებებს და ფაქტიურად შეიძლება ითქვას, რომ მისი ისტორიული მოწინააღმდეგეა ირანი, მაგრამ ამ შემთხვევაში ის გარკვეულწილად ირანს უჭერს მხარს და ამბობს, რომ ეს მოქმედებები, რომელიც განახორციელვა ისრაელმა, არ იყო სამართლებრივად, საერთაშორისო სამართლით გამყარებული და მოითხოვს იმას, რომ ამაზე პასუხისმგებლობა დაეკისროს ისრაელის ხელისუფლებას. ანუ რეალურად კიდევ ერთი ცხელი წერტილი ჩდება ჩვენს საზღვრებთან ძალიან ახლოს, რომელსაც შეიძლება განვითარების მიხედვით შეიძლება გარკვეული საფრთხეები პირდაპირ შეუქმნას ჩვენ სახელმწიფოებრიობას და თვითონ ჩვენს, ასე ვთქვათ, დემოგრაფიულ მდგომარეობას, სახელმწიფოებრიო ამაში, რა ქვია, საფრთხეებში ყველაფერს გულისხმობ და მათ შორის იმასაც, რომ ჩვენ რამდენად მზად ვიქნებით, რომ თუ კი დევნილთან ნაკადები დაიძრება, ვთქვათ, როგორ შევხვდებით ამას ყველაფერს და რამდენად გვექნება მზაობა. ეს ქვეყნის გარედან, ასე ვთქვათ, რაც შეიძლება იყოს მოსალოდნელი, ეს საფრთხეები. ეხლა ამას მივამატოთ ქვეყნის შიგნით კიდევ ის საფრთხეები, რომელიც ქვეყანაში გვაქვს და რომლის უზრუნველყოფასაც ხელისუფლება ვერ ახერხებს, მაგრამ ის თulis რომ ამას ყველაფერს სინამდვილეში ძალიან კარგადაც ახერხებს, ცდილობს ამითი რომ თავისი მომხრეების ნაწილი კიდევ უფრო მეტად გაამაგროს, გაამყაროს და დაანახოს, რომ მზად არიან ქართული სუვერენიტეტის დასაცავად ყველაფერზე წავიდნენ და მათ შორის კიდევ ამბობ ყოფილ პარტნიორებთან, ასე შეიძლება უკვე ამას დავარქვათ, იმიტომ რომ პარტნიორების ის ნაწილი, რომელიც და აქაც მნიშვნელობა აქვს და ჩვენ ამაზეც გვისაუბრია, რომ როდესაც ჩვენ ერთი ქვეყნიდან მისი შემადგენლობიდან გამოდიხარ და შენ სუვერენულ სახელმწიფოებრიობას აცხადებ თავისთავად იმ ქვეყანასთან, რომელშიც ადრე იყავი, ხო, შემავალი ნაწილი მისი სუბიექტი იყავი და მასთანაც უკვე თან ეს არ იყო, რა ქვია, მცირეხნიანი 200 წელზე მეტია რუსეთის შემადგენლობაში, მის, ასე ვთქვათ, ერთ შემთხვევაში რუსეთის იმპერიის და მეორე შემთხვევაში უკვე საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში, ამხელა პერიოდით როცა ვიყავით დაკავშირებული, რასაკვირველია
ამას აქვს თავისი ის ნიუანსები, რომ იქედან გამოსulis შემთხვევაში და თანაც პირდაპირ იყო ნათქვამი, გახსოვთ რომ გამსახურდიას ხელისუფლებას პირდაპირ მაშინდელ პარლამენტის თავმჯდომარეს აკაკი ასათიანს პირდაპირ უთხრეს თქვენ გექნებათ პრობლემები ავტონომიებთან თუ კი თქვა გააგრძელებთ ამ მიმართულებით წასვლას და იგულისხმებოდა სუვერენიტეტის გამოცხადება და აქედან გამომდინარე პარტნიორები ამ შემთხვევაში გვინდოდა თუ არ გვინდოდა ეს პარტნიორები იყვნენ ჩვენი თქვა პირველ რიგში რასაკვირველია ჩვენი უშუალო მეზობლები შემდგომში ამ უშუალო მეზობლებში შედის ისეთი ქვეყანაც რომელიც იყო თქვა თურქეთიც იმიტომ რომ ნატოს წევრი ქვეყანა იყო და დასავლეთის ფორპოსტი იყო სამხედრო თვალსაზრისით სწორედ საბჭოთა კავშირის საზღვართან და დასავლეთი ანუ ევროპა და ამერიკის შეერთებული შტატები ხშირ შემთხვევაში ამობენ ხოლმე ამას მე მესმის იმ ადამიანებისაც რომლებიც შეიძლება მეტს ელოდებოდნენ დასავლეთიდან და ბევრი პრეტენზია არის საკმაოდ ლოგიკური და რიგ შემთხვევაში საფუძვლიანიც მაგრამ იმაჩნია რომ ასევე საფუძვლიანია ის რომ არა დასავლეთის მაშინდელი დახმარება რასაკვირველია ჩვენ კიდევ უფრო მეტად გაგვირთულდებოდა ჩვენი სახელმწიფოებრიობის შენარჩუნება ჩვენი ადამიანების ელემენტარულად სოციალურად მათი დაცვა გადარჩენა ხო იმიტომ რომ ფაქტობრივად შეიძლება ითქვას რომ საბჭოთა კავშირის დაშლის მერე და მერე უკვე რასაც მოყვა სამოქალაქო ომი და რომელიც ჩვენ თვითონ მოვახერხეთ და ქართველებმა და საქართველოს მოქალაქეებმა ეს ომი ერთ-ერთი ხრივი იყო ინსპირირებული, არ იყო ინსპირირებული, ამაში მონაწილეობდა სხვა სახელმწიფო თუ სახელმწიფოები, ეს კიდევ ცალკე თემაა, მაგრამ ფაქტის ახეზეა, ხო? ისინი ვერაფერს ვერ გახდებოდნენ, რომ არა ჩვენ შიგნით არსებული ის კარგი ნიადაგი იმისა, რომ მე ამ ინსპირაციის საშუალებაც მიცემოდათ, ჩართვის საშუალებაც მიცემოდათ და ის სამოქალაქო ომი, რომელიც ჩვენ თვითონ დავიწყეთ და მე უკვე მისი მასშტაბები თბილისიდან კიდევ უფრო მეტად გაიზარდა და მივიღეთ შედეგად ის, რომ ჩვენ რეალურად აქვს ორი ოკუპირებული ტერიტორია, რომელსაც ფაქტობრივად კონტროლს ვერ ვახორციელებთ და რეალურად ამ ოკუპირებული ტერიტორიებიდანაც საფრთხეებიც კიდევ არჩენელებულა ყავს დევნილები, რომელთაც გვინდოდა თუ არ გვინდოდა სახელმწიფოს მათი სოციალური და ამ ადამიანების სოციალური სტატუსისთვის უნდა მიეხედა და მათზე ზრუნვა უნდა აიღო თავის თავზე დაწყებული იმიდან რომ თქვათ იგივე საცხოვრებლიდან დამთავრებული რომ ელემენტარულად ადამიანები შიმშილით არ ამოწყვეტილიყვნენ ხო აი ეს ამხელა დარტყმები ეს ყველაფერი მივიღეთ და დღესაც კი ჩვენ არ აქვს ეს პრობლემები მოგვარებული ასეთ სიტუაციაში ხო დასავლეთთან რომელთანაც ხშირ შემთხვევაში კიდევ ამბობ რასაკვირველია არის საფუძვლიანი და არგუმენტირებული პრეტენზიები იმაზე რომ მათ შეეძლოთ თუ არა უფრო მეტად ჩვენს ქვეყანაში თუ კი ისინი ერეოდნენ ხო როცა საქმე ეხებოდა იგივე დემოკრატიის განვითარებას მაშინ იყო თუ არა საფუძველი იმისი რომ ის რეჟიმები რომელიც ყავდა ხო მათი ხელდასმითაც აგრძელებდნენ ხოლმე ყოფნას იმიტომ რომ ჩვენ შინაგანად რასაკვირველია გქონდა იმის პრეტენზია რომ რეალური დემოკრატია რა არის ძალიან კარგად ვიცოდით ქვეყანაში რომ ის ხელისუფლებები რომლებიც ამ პერიოდის მანძილზე იყვნენ ასეთი დემოკრატიული ნორმებისთვის რომ შესაბამისები არ იყვნენ თუმცა ისინი თვლიდნენ რომ თქვენ ჯერ კიდევ გასავლელი გაქვთ ასე ვთქვათ დემოკრატიის გზაზე დგეხართ და ჯერჯერობით ასეთი ხელისუფლებებიც მისაღებია ეს იყო ხოლმე ხშირ შემთხვევაში მათი პასუხი და ეს ხელისუფლებები ქვეყნის ძარცვაზე იყვნენ თავიდან ბოლომდე გადასული იმიტომ რომ ხელისუფლებიდან წასვლა როცა არ გინდა ეს გარკვეულწილად საფუძვლიანი ეჭვს წარმოშობს იმაზე რომ შენ ხელისუფლება იმიტომაც გჭირდება რომ მარტო ვალდებულებები კი არა გაგაღებული იმაზე რომ ხალხი ასე ვთქვათ ამ ხალხზე ვალდებულებები მათზე ზრუნვა და სახელმწიფოს განვითარება არამედ შენ ხელს ითმობ და კარგად კომფორტულად გძნობ თავს იმიტომ რომ საქმე გამნაწილებელი ხარ ხო იმ საერთო სიკეთისა რასაც ქვეყნის ბიუჯეტი ქვია რასაც ქვეყნის საერთო ქონება ქვია და აქედან გამომდინარეა სწორედ რომ დღევანდელი ხელისუფლებასაც წასვლა ნამდვილად არ უნდა ხო არა იმიტომ არ უნდა წასვლა რომ ხალხზე ზრუნვით იმიტომ რომ ამას როცა ვამბობ ამასაც არგუმენტირებულად ვამბობ იმიტომ რომ ხალხზე ზრუნვისთვის არ გამოირჩევა ეს ხელისუფლება ჩვენ კარგად ხედავთ ხალხზე ზრუნვა არ არის ის რომ მშვიდობის პერიოდში
ჩვენ დანაკარგი იმისი მე პირდაპირ გაგებით დანაკარგი ღმერთმა გვაშოროს ადამიანების, მაგრამ რეალურად საბოლოო ჯამში შედეგი შეიძლება ერთი და იგივე დადგეს. ომის შემთხვევაში და იმ შემთხვევაში რომ სამშვიდობიან პერიოდშიც კი საქართველოს ტოვებს ქართული მოსახლეობის უდიდესი ნაწილი და თანაც ყველაზე მთავარი რაც არის ის ნაწილი რომელიც ყველაზე მეტად ჩრომისუნარიანია, ის ნაწილი რომელიც უნდა ამრავლებდეს ერს და ისინი გადიან ამ ქვეყნიდან, ხო? და მათ ადგილს იკავებს და შემოდის სრულიად სხვა ამ შემთხვევაში თქვენ წარმოიდგინეთ რომ საქართველოში ჩვენ დიდი ხანია და ისტორიულად მიჩვეული ვართ იმას რომ თბილისი განსაკუთრებით ყოველთვის იყო მულტიკულტურული, მულტინაციონალური და მულტირელიგიური, ხო? ანუ სხვადასხვა რელიგიების, სხვადასხვა ეთნოსები მუდმივად ცხოვრობდნენ აქ და ჩვენ ეს ჩვეულებრივად მიგვაჩნდა რომ ჩვენი სიმდიდრეც კი იყო. მაგრამ დღევანდელ სიტუაციაში ჩვენ ხედავთ იმას რომ საერთოდ სხვა ცივილიზაცია, სხვა კულტურა, ისეთი კულტურა თანაც რომელთანაც ჩვენ ვერ ვახერხებთ რომ ისინი მოვაქციოთ ჩვენ კულტურულ არეალში. და რას გულისხმობ? ხო ამას და ხშირად გვისაუბრია ამაზე. ჩვენთან სომეხი და აზერბაიჯანელი, რომელიც საქართველოს მოქალაქეებია და რომლებიც თუნდაც თბილისში არათუ ტერიტორიულად დაშორებულ ადგილებზე, ხო, სადაც ისინი კომპაქტურად ცხოვრობენ, არამედ თბილისში, ხო, ცხოვრობენ ერთად, ერთი საერთო ბიზნესიც კი შეიძლება მათ ჰქონდეთ და ჩვეულებრივად ეს ადამიანები არიან საქართველოს მოქალაქეები, იმიტომ რომ ისინი კულტურულად თვლიან, რომ ისინი საქართველოს მოქალაქეები მარტო პასპორტით კი არ არიან, არამედ კულტურულად ისინი თავს მიიჩნევენ ამ ქვეყნის მოქალაქეებად, სრულუფლებიან მოქალაქეებად. ესენი ჩართულები არიან თავიდან ბოლომდე ჩვენ ცხოვრებაში და განსხვავებულებიც კი არიან, თქვათ, თავიანთი თქვათ იმ სამშობლოდან, თავიანთი ისტორიული სამშობლოდან, როცა ისინი იგივე სომეხი, რომელიც ცხოვრობს თბილისელი სომეხი, ბევრად განსხვავდება თავისი კულტურით, თავისი აზროვნებით, თავისი ძალიან ბევრი ასე ვთქვათ წესებით, რომლებიც მათ აქვთ, თქვათ ეროვნული სომეხისაგან და სომხეთში მცხოვრებისაგან, ისევე როგორც აზერბაიჯანი, ისევე როგორც ქურთი, ისევე როგორც ებრაელი და ასე შემდეგ, იმიტომ რომ ტერმინიც კი გაჩნდა ესეთი, ხო, იმიტომ რომ თბილისელი სომეხი სრულიად სხვა ვინმეა, ჩვენთვის ის ჩვენი მეგობარი, ჩვენი ნათესავი, ჩვენი ახლობელია, ხო, ასე ვხედავთ ამას და არ ვთვლით როგორც მეზობლად, როგორც სახელმწიფოს მეზობლად. ასევეა ნებისმიერთან ქართველი, ებრაელი, ქართველი, აზერბაიჯანელი. ამას რატომ ვამბობ? დღეს ჩვენ სხვა საფრთხე გვაქვს. სრულიად სხვა ცივილიზაცია, რომელიც სრულიად სხვაგვარად შემოდის და იმათ არ მიაჩნიათ თავი რომ ისინი საქართველოს მოქალაქეები არიან და ამ კულტურულ ნაწილში სწორედ ისე უნდა იყვნენ, ასე ვთქვათ, რა ქვია, ჰარმონიაში შესული, როგორც ეს ქართულ მენტალობას, ქართულ სახელმწიფოს, ქართულ აზროვნებას აი ამისგან განსხვავებულია. ისინი სხვანაირები არიან, იმიტომ რომ ესეც ბუნებრივია ამ ადამიანების მიმართ ნეგატივი კი არ უნდა გაგვიჩნდეს, კაცო, ამ ადამიანების მიმართ რაღაც აგრესია კი არ უნდა გაგვიჩნდეს. აგრესია თუ უნდა გაჩნდეს იმ სახელმწიფო, რა ქვია, ხელისუფლების ორგანოებისა და სტრუქტურების მიმართ, რომლებმაც ეს დაუშვეს და ასეთი ფორმით გააკეთეს. თორემ იმ ადამიანებთან როგორ შეიძლება აგრესიულები ვიყოთ, ხო? იმ ადამიანებთან შეიძლება აგრესიული გახდე, როდესაც ის თავად არის შენს მიმართ აგრესიული და ასეთი შემთხვევებიც ბევრი იყო უკვე საქართველოში, ხო? ჩვენ ხედავთ ხოლმე, ალბათ ვისაც აქვს საშუალებები სოციალურ ქსელებში ვნახულობთ, ევროპაში, ვთქვათ, რამდენად თითქმის დაჩაგრულ დონეზე ყავთ თვითონ ძირძველი მოსახლეობა, ძირძველი, თქვათ, ფრანგები, გერმანელები, ის ევროპელები, იმ ადამიანებს, რომლებიც იმის გამო რომ უფრო მეტნი არიან, ხშირ შემთხვევაში ხდება ხოლმე ესეთი რამე, როგორც ჩაგრავენ ისინი იმ ძირძველ მოსახლეობას, ხო? იმ სახელმწიფოს მოსახლეობას, რომელთაც თვითონ ესენი თხოვენ იმას, რა ქვია, შედიან და სწხოვენ სტატუსი იმისი, რომ ან ბინადრობის მიიღონ, ან ტოლვილის მიიღონ, ისინი სოციალურად დახმარებას ღებულობენ, ბინადრობას ურთიქ და მათთან არიან აგრესიულები. ასეთი ტიპის რასაკვირველია ჩვენთან რამოდენიმეჯერ იყო ასე ვთქვათ მცდელობები იმისი და სოციალურ ქსელებში ნანახი გაქვთ, რომ მსგავს სიტუაციაში ჯერჯერობით კიდევ გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენც აზიასთან ახლო მყოფი ვართ, ხო, ქვეყანა. ჩვენი აზროვნებით, აი ხშირად არის ხოლმე ლაპარაკი რა ევროპა. ჩვენ ევროპელები ვართ, ოღონდ ის ევროპელები ვართ, რომლებიც აზიაში საზღვარზე ცხოვრობენ და იმათთან ურთიერთობა გვაქვს, ვისთანაც ევროპელებს ურთიერთობა გამომდინარე გეოგრაფიიდან არ ქონდათ, მაგრამ სწორედ აი ამ დევნილთა შესulis მერე მოუწიათ მათთან ურთიერთობა და ნახეს რომ ეს ურთიერთობები არც თუ ისე ადვილად დასალაგებელია და ჩვენ ამ ურთიერთობებს
ურთიერთობებში მუდმივად ვიყავით და აქედან გამომდინარე ჩვენ გარკვეულწილად როგორც აცრას რომ იკეთებს ხო ავადმყოფობის და იმის რა ქვია ვირუსის წინააღმდეგ იქნება ეს თუ თქვა ბაქტერიის წინააღმდეგ ავადმყოფობის წინააღმდეგ ჩვენ ეს აცრები გავლილი გვაქვს ჩვენ ეს აცრები ძიმეთა გვაქვს გავლილი იმიტომ რომ 200 წლიანი 100 წლიანი ეს ურთიერთობები როდესაც ისინი დომინანტებიც იყვნენ და ხშირ შემთხვევაში იყვნენ ხოლმე რომ ჩვენი სუვერენიტეტიც კი დამცრობილი ჰქონდა თუ ვინარჩუნებდით მეფობას ვასალის მდგომარეობაში ვიყავით ხოლმე იმ ქვეყნებთან სწორედ იმ ქვეყნების წარმომადგენლებთან გინდათ არაბები იქნებიან ესენი გინდათ ირანელები გინდათ თურქები ხო ეს ურთიერთობები ჩვენ გქონდა და ჩვენ ეს ურთიერთობები ვიცით და აქედან გამომდინარე გარკვეულწილად ჩვენ ჩამოგვიყალიბდან მათთან არა მარტო აგრესიული ასე ვთქვათ ურთიერთობები და საომარი ურთიერთობები არამედ თანაცხოვრება შევძელით მათთან კულტურულადაც კი ბევრი რაღაცები ერთმანეთის მივეცით ჩვენგანაც ბევრი წაიღეს და მათგანაც ბევრი ავიღეთ ეს დაწყებული ენიდან დამთავრებული ძალიან ბევრ სხვადასხვა ასე ვთქვათ კულტურულ სფეროში თუ შევალთ იმიტომ რომ მოგვიწია ასე ცხოვრება და ვიცით როგორ ვიცხოვროთ მათთან ოღონდ აქაც მნიშვნელობა ჰქონდა სწორედ იმას რომ გარკვეულწილად ჩვენ ვიცოდით როგორ უნდა შეგვენარჩუნებინა ჩვენი ასე ვთქვათ ის სუვერენიტეტი ყველა გაგებით სახელმწიფოებრივი გაგებით სუვერენიტეტი კულტურული გაგებით სუვერენიტეტი თუ ნებისმიერ სხვა ყველა სფეროში რომელიც არ ვიცოდით მათთან ურთიერთობა და როდესაც დღეს ყავს ხელისუფალი რომელიც ყველაფერზე წამსვლელია ყველაფერზე წამსვლელია გარდა ერთი მთავარი რაც მათ აინტერესებთ არის ერთი რამე რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს და თანაც გვეუბნებიან და სხვათა შორის საინტერესოა ესეც მთელი там 12 წელზე მეტია ისეთი მართლობა გვყავდა რომ ამ 12 წლის მანძილზე ადამიანებს და დიდ ნაწილს სხვათა შორის ადამიანებისა გამომდინარე იმის შიშით რომ ისინი უკან არ მობრუნდნენ სხვადასხვა სახით დღემდე ინარჩუნებენ ძალაუფლებას ეს ობიექტური რეალობაა ეს ობიექტური რეალობა რომელიც თანდათანობით ოღონდ მილევადია მუდმივად ეს ერთი და იგივე ტრიუკი რასაკვირველი არ გამოდის მუდმივად ერთი და იგივეთი ადამიანები კვებო არ გამოდის თუმცა საფუძვლები კიდევ ამბობ იმდენად დიდი იყო რომ ამან დღემდე მუშაობს არათუ იმუშავა დღემდე მუშაობს ოღონდ კიდევ ამბობ ეს მილევადია თუ მათ რეალურად არ შემოგთავაზეს და არ გვითხრეს თუ რა აქვთ ჩაფიქრებული ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა როგორ უნდა განვითარდეს რა აქვთ ჩაფიქრებული იმაზე რომ ჩვენი ქვეყნის დემოგრაფიული მდგომარეობა გამოსწორდეს რა აქვთ ჩაფიქრებული იმისათვის რომ ის სისტემები რომლებიც დღესდღეობით მუშაობენ გინდათ სასამართლოში გინდათ საბანკო სისტემაში გინდათ საგადასახადო სისტემაში ნებისმიერ სისტემაში კრიტიკას ვერ უძლებს კრიტიკას ვერ უძლებს, იმიტომ რომ ერთის მხრივ თუ კი ადამიანები შეიძლება გითხრან და ჩვეულებრივი რამეა რომ კი ჩვენთან ბიზნესის დაწყება ძალიან ადვილია. იმიტომ რომ ამისთვის არსებობს ოღონდ ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს, ოღონდ ძვირი რო დაგვიჯდა ისე, წინა ხელისუფლების დროს გაიმართა მექანიზმები, სადაც ბიზნესის დაწყება ძალიან მარტივად შეიძლება. ოღონდ ამ ბიზნესის გაგრძელება და შემდგომ, ანუ თუნდაც იმისათვის რომ თუ დიდი ფული გაქვს, ანუ ინვესტორებზე გათვლილი იყო ეს. ეს გათვლილი იყო არა ჩვეულებრივ საქართველოს მოქალაქეზე, რომელსაც ბიზნესის დაწყება სურს, აქვს გეგმა, აქვს უნარი, აქვს ყველაფერი და რაღაც სტარტაპი უნდა მას იმისათვის რომ დაიწყო ამაზე არ იყო გათვლილი. ფული უნდა შემოგეტანა და თუ კი ფულს შემოიტანდი და ეს იყო ძირითადად ინვესტორზე აგებული, მაშინ დასაკვირველი ასეთი ფული თუ გაქვს, მაშინ ბიზნეს ადვილად დაიწყებ. ოღონდ მერე ოპერირება როგორი უნდა იყოს, ეს კუდი ცალკე თემა იყო. იმ დროსაც და დღევანდელ დღესაც კი. იმიტომ რომ მარტივი რაღაცებზეა ხო ლაპარაკი. თუნდაც კიდევ ამ გადასახადებს როცა გულისხმობ, ეს არ არის მარტო საგადასახადო სისტემაზე ლაპარაკი. ეს არის თუნდაც იმ გადასახადებზე, რომელიც არის თუნდაც იმ შენი ბიზნესის წარმოებისთვის. ეს არის წყალი. ეს არის შუქი, გაზი და ამას რატო ვამბობ? ხო, ეს ცალკე თემაა, რომელიც დღესდღეობით ამ სიტუაციაში, რომელიც ჩვენ გარშემოა, არ არის აქტუალური, მაგრამ შეხედეთ, კაცო, წყალზე გეტყვით, 16 ჯერ ძვირია. თუ ჩვეულებრივი მოსახლე იხდის თქვათ რაღაცა X რაოდენობას, X-16 ჯერ 16X, ანუ 1600%-ია გადასახდელი წყალს თუ მოიხმარს და მას ქვია ბიზნეს სუბიექტი. და ბიზნეს სუბიექტი ვინ შეიძლება იყოს, იცით? თქვენ სახლი რო გაქვთ, ჩვეულებრივი, აი ხომ ჩვეულებრივი სახლში მოსახლე რო ცხოვრობ, იხდი რაღაცა X გადასახადს. მაგრამ როგორც კი შენემ სახლის გაქირეება დაიწყე და უკვე ბიზნეს სუბიექტი გახდა, ანუ ამ სახლმა ფული შემოტანა დაგიწყო, ოფიციალურად თუ ეს გააკეთე, იმ წუთშივე მაშინვე 16 ჯერ მეტი გადასახადი გექნება წყალს. 3 ჯერ მეტი გადასახადი გექნება გაზზე, 2 ჯერ მეტი გადასახადი გექნება შუქზე. არც ერთ აი ბიზნესთან ურთიერთობა კი არა, ჩვეულებრივად ამისინაც ვამბობ.
ჩვეულებრივ რაღაცას როცა კიდულობ 1 ცალს და როცა კიდულობ 10 ცალს, ანუ ოპტობ, ხო, როცა კიდულობ რაღაცას ბევრს. ფასი ხო პირიქით ვარდება. დაბალი უნდა იყოს ფასი. და შენ გაქვს პირიქით მომატებული, იმიტომ რომ აქ ბიზნესი ითვლება რომ უნდა ამოქაჩო მაქსიმალურად მეტი და ამოიღო რაც შეიძლება მეტი და ამართლებ იმით რომ აი მაგალითად მართლა ვერ ვიგებ რა, როგორ შეიძლება კარგი თქვა შუქზე, რომელსაც აწყობილი სისტემა იყო, თუმცა ბევრი რაღაცა მიემატა. გაზზე, რომელიც ასევე აწყობილი სისტემა იყო, მაგრამ როცა გაზი არ იყო, მას ინვესტიციების ჩადება მოუწია და მაგრამ იმდენად დიდია აბონენტების რაოდენობა, რატომ თვლი, რომ სოციალური იყო შევარდნაძის დროს. შუქი და გაზი და ის და ამიტომაც რადგანაც სოციალური იყო, ანუ დაბალი იყო ძალიან გადასახადი, ამის გამო რა უნდა გაეკეთებინათ? მარტივი გამოსავალი ნახეს. გაზ და შუქს გვითიშავდნენ ჩვენ, შუქი განსაკუთრებით ესე იყო, ითიშებოდა და მიდიოდა სად? იმაში რა ქვია, თურქეთში, მეზობელ ქვეყანაში. იქ ფულს იღებდა. ანუ ბიზნესმენი, რომელმაც იყიდა ჰესი, ხო, მას ერჩივნა, მისთვის სულ ერთი არ იყო, მას უნდა ფული მიიღოს. ფულს ვერ იღებდი, ხო, თბილისში, ქუთაისში, ქალაქებში, სოფლებში მიწოდებული შუქით იმის გამო, რომ დენს გადახდა, მიუხედავად ისა დაბალი იყო, ადამიანები მაინც იპარავდნენ, არ იხდიდნენ ფულს, გადახდის უნარი არ ქონდათ. და აქედან გამომდინარე, ეს ფული რო ამოეღოთ, გაიტანეს პირდაპირ გარეთ. და ნახეს, რომ გარედან ფული შემოდის, და აქედან გამომდინარე, ჩვენ შუქს გვითიშავდნენ ხოლმე. როგორც კი ეს გახდა უკვე ბიზნეს, ასე ვთქვათ, ოპერირება დაიწყო და გადახდა დაიწყო მოსახლეობამ, რაც იმის დროს სააკაშვილის დროს ზოგიერთების დაჭერით და რამც ყველაფრით ხდებოდა, რომ შუქის გადახდა ადამიანს ესწავლა უბრალოდ და უნდა რახან შუქი გაქვს, უნდა გადაიხადო. და მიაჩვია, ხო, საზოგადოება ამას, მიაჩვია ჩვენი მოქალაქეები ამას, ანუ უკვე ფულმა დაიწყო შესვლა. ახალი არც ჰესი აუშენებია და ეხლა აშენებული ახალი. და მიუხედავად ამისა, კიდე გეუბნებით, რომ ჩვეულებრივი გადასახადი, რომელსაც იხდის ჩვეულებრივად მოსახლე და გახედეთ, შენდება და შენდება, ხო? თბილისი, ბათუმი, შენებლობა მიდის. ანუ ახალი აბონენტები არიან შუქისაც, გაზისაც, წყლისაც. ხო ამ ხელა მოგებაზე გადიან და ამის გარდა კიდევ აქვთ ეს რომ 3-ჯერ მეტი, 2-ჯერ მეტი და 16-ჯერ მეტი გადაახტევინონ ქვეყანაში, რომელსაც ერთ-ერთი წყალუხვი ქვეყანა არის მთელს იმაში, რა ქვია, ევროპულ კონტინენტზე, ხო? აზიაზე აღარ ვლაპარაკობ. აქედან გამომდინარე, რომელ ბიზნესის განვითარებაზეა ლაპარაკი, ხო? და იმაზე, რა ქვია, საბანკო პროცენტებზე. აგერ გითხარით კიდევაც კახა კუკავას ველოდები როგორ დამთავრდება საკონსტიტუციო სასამართლოში და უმნიშვნელოვანესი საკითხი. არანაკლებ მნიშვნელოვანი ვიდრე არის პოლიტიკური ვექტორი, ვიდრე არის დემოკრატია, ვიდრე არის საერთოდ სასამართლოს განვითარება, არის საკითხი იმაზე, რომ საბანკო სისტემაში მან დაიწყო ბრძოლა იმისა, რასაც საფუძვლიანად აქვს საშუალება იმისი, რომ იბრძოლოს და თუ კი ეს მოიგო, მაშინ პირველი პრეცედენტი იქნება იმისი, რომ ძალიან ბევრი ადამიანს, რომელსაც ქონება ან ეხლავე ბანკში ჩადებული და დაყადაღებულია, ან ხვალდაზე გელოდება იმას, რომ შეიძლება ბანკთან სიტუაცია გაურთულდეს, იმიტომ რომ კიდევ კარგად იცით, ვისაც კი ბანკთან შეხება აქვს, რა კაბალურ მდგომარეობაშია, ასე ვთქვათ, ადამიანი, რომელიც იღებს სესხს, ხო? ბიზნესისთვის იღებს სესხს, იღებს იმისთვის, რომ ჯანმრთელობა შეუნარჩუნოს თავისი ოჯახის წევრს. აი, აქედან გამომდინარე, ეს პრობლემებიც კი რამხელა პრობლემებია, რომელიც ერთ-ერთი მთავარი საკითხია. ეხლა გავყვეთ ზარი იყო დიდი ბოდიში დავამთავრებ, რა ქვია, ჩემს იმას და მე მოგცემთ საშუალებას, რომ შემოვიდეს, რა ქვია, თქვენი ზარები და გიპასუხოთ კიდევაც. ეხლა გეტყვით ერთ-ერთ მთავარ საკითხს კიდე, რომელიც დღესდღეობით არის, ხო? აი, პოლარიზაცია, რომელიც არის ჩვენს ქვეყანაში. ის პოლარიზაცია, რომელიც აი ერთის მხრივ კიდევ ამბობ, დღეს ამ პოლარიზაციით იკვებება დღევანდელი ხელისუფლება და ძალაუფლების შენარჩუნების ერთ-ერთი მთავარი გზა სწორედ ეს პოლარიზაციაა, რომელ პოლარიზაციასაც ის ქვეყანაში შიგნით გვთავაზობს, თუმცა ეს არის დანის პირზე გასვლა. ასეთი პოლარიზაციის შემთხვევაში, ხო, სახელმწიფოც კი შეიძლება დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ, იმიტომ რომ არ ვიცით, ეს ერთხელ ნანახი გვაქვს და აქედან გამომდინარე, ამაზეც აცრილები ვართ და არავის არ სურს, რომ სამოქალაქო დაპირისპირებამდე მივიდეს. თორე სამოქალაქო დაპირისპირება, ამერიკის შეერთებულ შტატებში შეხედეთ როგორია, ხო?
ქვეყანაში, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ეკონომიკაა, ყველაზე დიდი, ასე ვთქვათ, მასშტაბი აქვს შეერაღების და იქაც კი ასეთი ტიპის ქვეყანაში, რომელიც მსოფლიოზე ახდენს გავლენას, აი ტრამპი როგორ ხასიათზე გაიღვიძებს და რა სიტუაცია როგორ შეიძლება შეიცვალოს, ეს მსოფლიოში სულ ყველას ეხება თითქმის, ხო? ასეთ სიტუაციაშიც კი სამოქალაქო ომის პირამდე არიან მისული. და რა რეაქციები აქვს ამაზე ჩვენს ხელისუფლებას და რას ამბობს ის, ხო? საინტერესოა თუ კი ამ კუთხით შევხედავთ. ერთი ცალკე მხარეა ის ლიბერალური ტელევიზიები, რომლებიც არ ამბობენ, იმიტომ რომ პროპაგანდით არიან, ხო ისინი დაკავებული, თორემ პირდაპირ უნდა თქვან, მათ კი ჩვეულებრივად მიდის. ლიბერალებსა და კონსერვატორებს შორის მიდის ჭიდაობა. თემ სოფლიოში, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებშიც. ოღონდ ლიბერალებს და კონსერვატორებს შორის ჭიდაობა მიდის ასევე ყველა ქვეყანაში. ოღონდ ამ ქვეყნებში საინტერესო რამეა, ზოგიერთი ქვეყანა ამ ჭიდაობაში თავის სახელმწიფო ინტერესებს პირიქით უფრო აძლიერებს და რას ნიშნავს სახელმწიფო ინტერესებს როცა თითოეული მოქალაქის მდგომარეობა უკეთესი ხდება, თორე დღევანდელი ხელისუფალი გეუბნება, რომ მეც თუნდაც ამ დაპირისპირების ფონზე რასაკვირველია ჩემს სახელმწიფო ინტერესს ვატარებ და სახელმწიფო ინტერესიდან გამომდინარე ვაძლიერებ საქართველოს სუვერენიტეტს. ოღონდ საქართველოს სუვერენიტეტის გაძლიერება, თითოეული მოქალაქის გაძლიერება თუ არ არის, მაშინ ეს ხელისუფალის გაძლიერებაა მხოლოდ და ხელისუფლებაში მყოფი იმ ადამიანების გაძლიერებაა, რომლებიც ამ ძალაუფლებით სარგებლობენ და არა ის რომ თითოეულ ადამიანზე უნდა იყოს ეს გადმოსული. თითოეული ადამიანის მაცივარს უნდა ეტყობოდეს ეს, თითოეული ადამიანის ჯიბეს უნდა ეტყობოდეს ეს, თითოეული ადამიანის გარდირობს უნდა ეტყობოდეს ეს. ეს არის მაშინ სახელმწიფომ მოიგო. თორე სახელმწიფომ მოიგო არ ნიშნავს რომ იმ ჯგუფმა მოიგო მხოლოდ რომელიც ჯგუფიც დღეს ხელისუფლებაშია და ის თავის თავს იდენტიფიცირებს უკეთებს სახელმწიფო მე ვარ და მე თუ კარგად ვარ, ესე იგი სახელმწიფოს კარგად არის და დანარჩენები გინდაც გაქცეულ ხართ, გინდაც წაქცეულ ხართ, ეს ჩემი საქმე არ არის, ეს არ ნიშნავს სახელმწიფოს გაძლიერებას. ამას თან გეტყვით, საინტერესო შედარებას აკეთებენ ჩვენი ისე რა ქვია კოლეგები, პოლიტიკოსები, რომლებიც არიან ქართულ ოცნებაში და ამბობენ, აი შეხედეთ ამერიკის შეერთებულ შტატებში. ისინიც იგივე პრობლემას წააწყდნენ. მათაც ასევე ეს ლიბერალები ეჭიდავებიან და ნახეთ როგორ იქცევიან ისინი. ნახეთ პოლიციის მოქმედება, კანონმდებლობას რომელსაც ცვლიან. ვიღაცა ეთქვის კი ბატონო, მართლაც ესეა და არ ამბობენ მართლს. რასაკვირველია მართლს ამბობენ. ოღონდ მართლს ამბობენ გამოგლეჯილი კონტექსტიდან. პირველი ჯერი, როგორი სასამართლოა იქ? როგორი იქნება ეს დავა და თქვენ ხედავთ პოლიციელებზე მართლაც რა ხდებოდა და აქ ადამიანებს ვინც გაუშვეს იმაში, რა ქვია, ციხეში, მტკიცებულებებსაც კი ვერ უდებენ. დაზიანებული პოლიციელებიც ვერ მოყავთ. და თქვენ ხედავთ, ხო, პროცესებზე გადართეთ იქით ამ ხარეს, ოღონდ ერთ საინტერესო რამეც ერთმა ჩემმა მეგობარმა მითხრა, რომ თუ ის არა გაქვსო კაბელიო და მე საკაბელო არ ამაქო, ანტენა უნდა შეატრიალო, თუ შეატრიალე მარტო ოპოზიციურ არხებს იწერს და თუ მეორე მხარე შეატრიალე, მაშინ მარტო სახელისუფლებას იჭერსო. ანუ ისიც რომ ადამიანებმა აქეთ-იქით ორივეს უყურონ, ამის საშუალებასაც კი არ იძლებიან, კაცო, რომ მართლა დაჭდი ადამიანი და ერთსაც შეხედო და მეორესაც შეხედო და მე იმის მიხედვით უნდა გამოიტანო, ხო, დასკვნა. და შეხედეთ ერთში რა ხდება და მეორეში რა ხდება. და გავაგრძელოთ ჯერ ეს თემა ამოვწუროთ. ამერიკის შეერთებულ შტატებში ეს დაპირისპირება რაზეა? ამერიკის შეერთებულ შტატებში ამას კი არ ამბობენ, რომ დაპირისპირებას მიზეზი და საფუძველი რა აქვს. იქ საფუძველი აქვს დაპირისპირებას და რატომ არის იმ ლიბერალებს რომ ეჭიდებიან. სწორედ იმაზე, რასაც ახლა ვლაპარაკობდით ჩვენ, რომ საქმე ეხება იმისი, რა ქვია, მიგრაციის საკითხს. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაინახა საფრთხე, სახელმწიფოებრივი საფრთხე, მთელი თავისი ვებერთელა ეკონომიკით, მთელი თავისი ვებერთელა სახელმწიფო ინსტიტუტებით და თავისი სპეცსამსახურებით, ძალოვანი სტრუქტურებით, საფრთხე იმისი, რომ ჩემს ქვეყანაში შემოდინება თუ არ გავაჩერე ამ მიგრაციული პროცესების, მე სახელმწიფოებრივი საფრთხე შეიძლება წარმომექმნას. ჩემი ქვეყნის უსაფრთხოება შეიძლება საფრთხე წარმოექმნას და სწორედაც თulis და არ არის ეს გამოგონილი, იმიტომ რომ თქვენ ნახეთ, აი გუშინდელი სიტუაცია, როცა ისრაელსა და ირანს შორის დაპირისპირება მოხდა, კაჩიშვილმა არ იცის და ამ დაპირისპირებებს რა შედეგები შეიძლება მოყვეს არა მარტო ისრაელისთვის, არამედ ისრაელის ყველაზე დიდი მოკავშირე ამერიკის შეერთებული შტატებისათვის და ხვალ რა მდგომარეობა იქნება ამერიკის შეერთებულ შტატებს. იქნება იქ თუ არა ტერაქტები და არ იციან ეს ტერაქტი და არ მომხდარა და კარგად იციან რა მათთვის თითოეული მოქალაქეა მნიშვნელოვანი, თითოეული მოქალაქის საფრთხე, მისი ჯანმრთელობა, მისი სიცოცხლე, ეს ყველაფერი არის უმნიშვნელოვანესი და ამიტომაც ის საფრთხე თulis და ჩვენთან რა ხდება? ჩვენთან
ამის გამო არის ჭიდაობა რო არის, ამის გამო არის რომ პოლიციელებთან დაიმართონ ურთიერთობა დაძაბულია, რომ შიდა მიგრაციის პროცესები გავაჩეროთ, იმის გამოა ლაპარაკი რომ სახელმწიფო ინსტიტუცია იმიტომ ჭირდება რომ მოქალაქე იყოს დაცული, თითოეული მოქალაქეს ჯანმრთელობა იყოს დაცული, ამის გამო მიდის დავა. ამიტომ ასეთი საკითხების ისეთი კუთხით დაყენება, რომელიც შენ გაწყობს, არასწორია. მე მესმის რომ პროპაგანდისტულად გჭირდება, მაგრამ სწორი არ არის, იმიტომ რომ ისევე როგორც ლიბერალები რაც ჭირდებათ იმას, გაბერავენ მერე და ისეც აი მარტივ რაღაცას გეტყვით რა, იმ ტელევიზიებს რო შევხედე, თავდასხმა მოხდა ერთ-ერთი პოლიტიკური ლიდერი, თინა ბოკუჩავა. ჯერ თინა ბოკუჩავას მიშა სააკაშვილის იმას რა ქვია იმ ხელისუფლებების ხომ ვერ დააბრალებ იმ ხელისუფლების ჩადენილ დანაშაულებს ხო თინა ბოკუჩავა შეიძლება ერთადერთი დაუყენო პრეტენზია ის რომ შენ სამართალ მემკვიდრე ხარ იმ პოლიტიკური პარტიისა რომელ პარტიასაც ქონდა ჩადენილი დანაშაულებები და ეს რომ აიღე შენ თავზე და მოხვედი ამ პარტიაში ამითი ხარ თორე ის იმ საერთო არ მონაწილეობდა ხო თინა ბოკუჩავას მეუღლეს რაც გაუკეთეს ვიღაცა და რაც იყო ასე ვთქვათ რაც პრეტენზია ოღონდ ისეთი ფორმებით არის ეს გაკეთებული რომ ხანდახან ვფიქრობ რომ ალბათ ამასაც ძალით ხომ არ აკეთებს ვინმე იმიტომ რომ წისქვილზე ისე ოცნების წისქვილზე დაასხას წყალი იმიტომ რომ ისეთი ფორმები იყო ისე ბერავს ისეთი ფორმით აყენებს იხსენებენ მერე და ადარებენ ჩეჩნეთში მიმდინარე ასე ვთქვათ იმას რა ქვია პროცესებს ადარებენ რა ხდებოდა იმაში რა ქვია რუსეთში და ასე შემდეგ და ეს ყველაფერი კეთდება ერთი რამისთვის რომ რაც შეიძლება მეტად უნდა განეცხო ამ ხელისუფლების წინააღმდეგ მე ესე არ გავაკეთებდი ხო იმიტომ რომ საკმარისია ის რაც დააყენე და თქვი რომ ეს რომ მოხდა და ამის მტკიცებულებებზე და საინტერესო იყო სხვათა შორის ძალიან გაწონასწორებული ყველაზე მეტად ქონდა გიორგი თარგამაძეს რომელიც სწორედ ამას ეძებდა ფორმებს ეძებდა იმისი რომ აი რა მოხდა როგორ მოხდა მტკიცებულება სამართლებრივი რა შეიძლება იყოს კამერები რა შეიძლება იყოს ანუ ეს არ არის პატარა ამბავი თუ ესე მართლა მოხდა დააფიქრდით კარგად რა სად მივდივართ ეს გირგულიანზე რაც ხდებოდა რომელმაც ამუატრიალა საბოლოო ჯამში ის 2012 წელი იმან კი არ მოიყვანა მართლა ბიძინა ივანიშვილმა და მისმა შემოსვლამ იქ მომზადებული იყო ეს ყველაფერი იმისათვის რომ ადამიანების განწყობა იყო გირგულიანი ციხეში მომხდარი საშინელებებით ქუჩაში მკვლელობებით 26 მაისით ნოემბრის აქციებით ეს ყველაფერი გროვდება და ერთ დღესაც ეს იფეთქებს და შეიცვლება სიტუაცია და თანაც ისე შეიძლება არ შეიცვალოს როგორც 12-ში მოხდა როდესაც ფაქტობრივად მოხდა მშვიდობიანი გადაბარება ამ ყველაფრისა ამაზე პასუხისგებლობას იღებთ იმიტომ რომ პასუხებს რასცემთ იცით ამას და შეხედეთ აი აქეთ ამ ხრიდან რა პასუხებია ხო იმ საკითხებზე თუნდაც როცა მეტი საუბარი აი რაც ახლა გითხარით თინა ბოკუჩავას მეუღლესთან დაკავშირებით ესენი არდებენ რა ქვია იმ ფაქტებს რომ ეს ყველაფერი ტყუილია ვერსიებს ლაპარაკობენ რომ დღეს მე ვიღაცას რა ქვია ტელევიზორში ჩავიწერ ამას მე გამოვალ და ვიტყვი რომ მე რა ქვია გამიტაცეს და ეს არის პასუხი მინდა რა მაშინ ცელისწამებაზე სისხლის სამართლის საქმე აღძარით თუ ეს ასე არ ხდება და თუ ეს ყველაფერი ტყუილია თქვენ ასე უნდა მცემდეთ პასუხს კაცო და თქვენი ძალოვანი სტრუქტურები და ახალი მინისტრი რომელიც არის პასუხი დავდოთ რა ამ ყველაფერზე რა ეხლა გამოჩნდება, იმიტომ რომ მე ვიცი რომ პროფესიონალია. მისთვის პოლიტიკური ნაკლებად საინტერესო იყო, პოლიტიკური ასე ვთქვათ მდგრადობები, რანაირი იყო ქვეყანაში, იმიტომ რომ შინაგანად პოლიციელი იყო და ოჯახშიც პოლიციელი იყო და მამამისი პოლიციელი იყო. აქედან გამომდინარე, პასუხი ის არ არის, რასაც ჩვენები ეხლა პასუხს ცემენ, აქვეა ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები. ეს არ არის პასუხები. ჩვენი პოლიცია სხვანაირ პასუხს უნდა ცემდეს. და გამოძიება უნდა იდებოდეს ამაზე. ისევე როგორც რა პასუხია ბაჩიაშვილთან დაკავშირებით. ერთის მხრივ ვაჩენთ იმას, რა ქვია, ესეთ განწყობას, რომ ბიჭო, აბა კაც ვოლსკი ერთ-ერთი ლიდერი, კაცო, თანაც მართლაც ებრძოდა სააკაშვილის რეჟიმს ბოლო მომენტში, რასაკვირველია, მანამდე არა, მაგრამ ბოლო მომენტში მართლაც ებრძოდა, მართლაც ჩამული იყო დიპლომატიური, შვენიერი, ასე ვთქვათ, სკოლა გავლილი, ადამიანური გამოცდილებებითაც და ვიცნობ ამ ადამიანს და ხელის ჩამორთმებით ვიცნობ მისგან ამას მარტო ამ კუთხით რა ქვია ნამდვილად არ ველოდებოდი რომ როგორ ბიძინა ივანიშვილი რა გამონაკლისიაო რომელსაც შეიძლება ფული წაართვაო ეს იმ ქვეყანაზეა ლაპარაკი სადაც ადამიანები დღემდე ციხეში ზიან იმიტომ რომ თავის ფულს ითხოვდნენ ვიღაცას მიადგნენ და თავისი ფული მოთხოვეს და უთხრეს რომ ჩემი ფული რომ გასესხე რომ წაიღე რომ მეკუთრო და გარიგებულები რომ ვიყავით ეს ფული მომეცი ამის გამო ადამიანები არიან ციხეში ვიღაცას ქურდული გარჩევების გამო ვიღაცა ჩვეულებრივად ადამიანებს კამათი რომ მოუვიდა და იმ წუთშივე დაარქვეს რომ ეს ქურდული გარჩევა სამი ადამიანი მეგობრები რო ავსულიყავი და დაველაპარაკო რომ ფული ხო გაქვს წაღებული
აი იმ წუთშივე ამას მიუყენებდნენ რომ მე თუნდაც პოლიციაში უნდა წავსულიყავი პატრულისთვის უნდა მეთქვა და მე მტკიცებულებები უნდა შემეგროვებინა მე სასამართლოში ეს მტკიცებულებებს ან დაიჯერებდნენ ან არ დაიჯერებდნენ იმიტომ რომ ჩანაწერსაც კი და ვინ შეხებია ამას კარგად იცის ჩანაწერიც კი რომელიც თუ არ იქნა გაფრთხილებული წინასწარ რომ გიწერ ეხლა მე შენ ისე ჩანაწერიც კი არ ითვლება ასე ვთქვათ დოკუმენტად ასეთ სიტუაციებში ასეთ ქვეყანაში ასეთი გარჩევები როა და ამაზე ხალხი რომ ზის მეუბნები რომ თურმე მისი რა ქვია თან ამას დიდი სიამაყით ამობენ მესმის გასაგებია ედარები იმ მოსაც რომელმაც ეხლა ხანს ოპერაციები ჩაატარა და იმას რა ქვია ატომური ფიზიკის მეცნიერები ისინი ადამიანები რომლისგანაც საფრთხეს ელოდნენ და რის გამოც რასაკვირველია ისრაელს პასუხს მოთხოვენ უგონთ ის ისრაელია და როგორ გასცემს პასუხს ეს კიდე ცალკე თემა ეს ოპერაცია ჩაატარა გააკეთა და ვედრებით იმას რომ ჩვენც მოსადივით ჩავედით და ჩამოვიყვანეთ ბაჩიაშვილი აქ და ჩათვალეთ რომ ეს ასეთი პასუხები შეიძლება მე გეკითხებით იმ ადამიანებს რომლებიც ქართული ოცნების მომხრეები ხართ მე გეკითხებით იმ ადამიანებს რომლებიც ქართულ ოცნებაში ხართ ეს რა პასუხებია იმ ბრალდებებზე რომელიც და იმ რა ქვია პრობლემატიკაზე რომელიც გვაქვს ასეთი პასუხებით ვაპირებთ სახელმწიფო მშენებლობას და ასეთი პასუხებით ვცდილობთ იმას რომ ის პრობლემატიკა რომელიც გვაქვს დასავლეთთან რომელიც უკვე ლამისარი მტრად გამოვაცხადოთ თუმცა თან გვინდა რომ დასავლეთთანაც კარგად ვიყოთ იმიტომ რომ აგერ იტალიაში საკონსულო მეორეჯერ გავხსენით თურმე შევხედოთ რა ხდება სადამდე გეყოფათ ეს სიძულვილი რომელიც არის მიშას ხელისუფლების იმ ყოფილ ხელისუფლებასთან და მიშის ასე ვთქვათ მიშისტების დამოკიდებულებასთან რომელსაც უკვე ყველას ვარქმევთ ყველა მიშისტი გახდა ყველა არის ნაციონალური მოძრაობა ვინც კი თქვენი წინააღმდეგია სადამდე უნდა გეყოთ ეს ყველაფერი მე ამას იმიტომ გეუბნებით რომ ეს ჩემი ქვეყანაა მე ამ ქვეყნიდან წასვლის შანსიც ბევრჯერ მქონდა ამ ქვეყანაში შანსიც იმისი რომ ნებისმიერ ხელისუფლებასთან რომელიც იყო ყველასთან შემეძლო ყოფილიყავი ბოლომდე კარგად თქვენ რომ იყავით კარგად იმაზე უფრო კარგადაც შემეძლო იმიტომ რომ თქვენ რომ თანამდებობებზე ნელ-ნელა რო ხდებოდით ის ყველაფერი გავლილი მქონდა და ყველაფერი ეს ვიცოდი დაწყებული 92-დან რომლის დროსაც პრივატიზაციები ხდებოდა და შემეძლო დიდი ფული მეშოვა მერე იმიში რა ქვია შევარდნაძის პერიოდის მერე სააკაშვილის ხელისუფლებაში ასევე შემეძლო ფული მეშოვა ასევე ძალიან კარგად ვიყავი იმ ელიტასთან რომელი ელიტაც ხელისუფლებაში იყო მოსული და თქვენ კაი ადამიანებო დაფიქრდით რა დაფიქრდით იმიტომ რომ აქ ადამიანები ცხოვრობენ რომელთაც ნამდვილად არ უნდათ ამ ქვეყნიდან გასვლა ნამდვილად უნდათ რომ ეს ქვეყანა ნორმალური იყოს ამ ადამიანებს რა პასუხს სცემთ ამ ადამიანებს რომლებსაც უკვე მართლაც აღარ შეუძლიათ რა იმაზე ყური გაიჭედა რა იმითი რომ სულ ყველა არის ვინც კი ზედმეტად ამათ საწინააღმდეგოდ რამე სიტყვის ყველა გახდა რა ქვია ლიბერალი ლიბერასტი თურმე ევროპა ეს ყოფილა ევროპა ყველა რაც კი აზროვნება ფილოსოფოსები ხართ მეცნიერები ხართ საიდან არის ეს ყველაფერი საიდან თუ არა ევროპიდან ხო ევროპული იყო ჩვენი აზროვნება აბა ვეფხვის თხაოსანი საიდან არის ესე ამბავი სპარსული ქართულად ნათარგმანები რო ამბობს ის კაცი პლატონის ფილოსოფია აქვს იმას შინაგანად აქვს ეგ ევროპეიზაცია გავლილი ნებისმიერი მერე თანამედროვე რაც იყო შუა საუკუნეები რენესანსის პერიოდი ბოლო პერიოდი აზროვნება ჩვენი საიდან მოდის იმ პლატონისეული და სოკრატესეული აზროვნების ნაყოფია თორე აბა სხვა აზროვნება აქვს საერთოდ იმ ჩვენს ასე ვთქვათ მეზობლებს რომლებიც აზიაში არიან სრულიად განსხვავებული მენტალობა აქვთ ის ქრისტიანობა რაზე არის რა ქვია დამყრობილი და დაფუძნებული იმ ბერძნულ რომაულ კულტურაზეა სწორედ რომელიც ფაქტობრივად მერე უკვე ფინიკიურმა ებრაულმა ამ გაგებაც კი სხვადასხვანაირი კი იყო იმიტომ რომ მანამდე დამწერლობა ინფორმაციის გადმოცემა იყო მხოლოდ და ძველი აღთქმით და შემოდის და ებრაული აზროვნებით ფინიკიური აზროვნებით შემოდის სრულიად სხვა სისტემა რომელიც დაემყნო ერთმანეთს და მივიღეთ ახალი კულტურა დასავლური კულტურა მივიღეთ სწორედ ხო დასავლური კულტურა ამ შემთხვევაში აღმოსავლეთიც იგულისხმება ის აღმოსავლეთიც იგულისხმება რომელი აღმოსავლეთიც შეიძლება ითქვას რომ მართლმადიდებლური სამყაროს ერთ-ერთი ფუძემდებელი იყო ხო იმიტომ გაიყო ხო მე ბიზანტია და რომი კონსტანტინოპოლი და რომი ერთმანეთისგან ჩვენ ამ კულტურის ნაწილი ვართ თუმცა საერთო ქრისტიანული კულტურის ნაწილი ვართ და ასევე კიდევ გეუბნებით ჩვენ არათუ ისლამური კულტურა რომელიც ასევე ჩვენი მეზობელია და მუდმივი ურთიერთობა ქონდა კიდევ უფრო განსხვავებულებთან გვექნება ურთიერთობა და ასეთ სიტუაციაში რისთვის ახარ თქვენ მზად იმისთვის რასაც ეხლა აკეთებთ და იმ ფორმით რითაც ეხლა აკეთებთ და ამ მორევით და ხელის გადაწევით რომელსაც ეხლა არჩევნების ჩატარებისთვის ემზადებით და თანაც კიდევ ამასაც აცხადებთ რომ აკაცო კაცო ისე მოვიგებთო ყველა რაიონს მოვიგებთო ყველა უბანს ყველას
ამითი გინდა თქვენ დაენახოთ რა ქვია დანარჩენ სამყაროს და ამითი გსურთ და თან რას ამბობენ საინტერესო რამეა აქაც არჩევნების მაგალითი მოიყვანეს და თქვენს რომ აგერ მაშინ რა ქვია ევროპაში ჩატარებული არჩევნები რომელიც ელექტრონული იმითი უნდა ყოფილიყო ვერსიით და რომელიც აი ჩვენ ჩავატარეთ ჩვენი ნახევრად ელექტრონული იყო ელექტრონულმა ვერსიამ არ გაამართლა და აქედან გამომდინარე თავიდან დაინიშნა არჩევნები და ახლა ამბობენ აი ისინიო ხედავო ვერც ატარებენო იმიტომ ვერ ატარებენო რომ კონცენტრირებული ხელისუფლება არ ქონდა თუ ხელშიო თქვენ კაი ადამიანებო მართლაც ხო აქვს ახლა სინდისა აქვს რაღაცა და ყველაფერს რაღაცა ფასი აქვს იმათმა სწორედ იმის გამო რომ არ გაამართლა ასეთი ტიპის ჩატარებულმა არჩევნებმა და მე ხელით დათვლა მოუწიათ და რადგანაც ხელით დათვლა მოუწია ჩაითვალა რომ არჩევნების შედეგები არ ვცნოთ იმიტომ რომ ნაწილი იტყვის ამას რომ არ ჩატარებულა კარგად ჩვენთან სხვა სიტუაცია გვაქვს ჩვენთან რო ჩატარდა არჩევნები მე ერთმა ნაწილმა კი არა ვინც თქვენ თვითონ ჩათვალეთ რომ ბარიერი გადალახა იმ 4-ვე პოლიტიკურმა ძალამ და პლუს კიდე დანარჩენები ვინც კი მონაწილეობდა ყველამ თქვა რომ არჩევნები გაყალბდა და ჩაატარეს ამიტომ იმ დასავლეთში იმ ევროპაში არჩევნებს თავიდან ატარებენ და თქვენ ამბობთ ეს მაგალითი მოგყავთ იმისთვის რომ უკუღმა გვითხრათ ხო ის უკუღმა ასინეთ და უკუღმა უთხარ და უკუღმა გვეუბნებთ ხედავთ ევროპა რა სუსტია ვერ შეძლეს აი ჩვენ ჩავატარეთ გადასარევად არჩევნები მართალია ესენი არავინ არ ცნობენ მაგრამ რაც თავარია ჩვენ და თქვენ ვინც ხმა მოგვეცით ხალხო აი ისინი ხო ვცნობთ არჩევნებს და თქვენ გსურთ რომ ასეთი ფორმით დანარჩენ სოფლიოსთან ურთიერთობა გქონდეთ კაცო არ გსხვენიათ მართლა ხომ აქ ყველაფერს თავისი რაღაც გარკვეული ზღვრები როგორ შესადამდე შეიძლება რაღაცა ნაწილი რომელიც აზროვნება მიზეშედეგობრივი განვითარება არა აქვს რა ვერალაგებს რა გიკვირთ ექსპერიმენტები ატარეს წაკითხული შინაარსის გამოტანა არ შეუძლია ადამიანებს და ამ ადამიანებს ეხლა რომელთაც მართლაც ამ ლოგიკას ვერ აკავშირებენ მარტივი მიზეზის გამო განწყობა აქვს ესეთი ჯერჯერობით განწყობა აქვს შიში აქვს იქით ამ ხარის და განწყობა შეუქმედით იმისი რომ თქვენ სუვერენიტეტს იცავთ მისას მის ოჯახს იცავთ ჯერჯერობით ეს განწყობა მოყვება ჯერ პირდაპირ შეხება არ ქონია ჯერ პირდაპირ არ ქონია კონფლიქტები იმ ადამიანებთან რომელი ადამიანების თქვენ სახელმწიფო ვალდებულება რომ აიღეთ რომ მათ მოუვლიდით რომ მათ მისგან რა ქვია შეუქმნიდით კარგ იმას რა ქვია გარემოს სადაც ისინი შეძლებენ გამოქცეულები იქიდან შეძლებენ რომ თავიანთი სოციალური ცხოვრება ნორმალურად მოიწყონ ამ გარემოს და ვის ხარჯი კეთდება თან ეს ყველაფერი ის ტაქსისტი რომელი ტაქსისტიც დღეს ევროპაში გაიქცა იმიტომ რომ ის ფული რომელიც მას შემოსდის არ აკმაყოფილებს ის მშენებელი რომელი მშენებელიც მუშა რომელიც იყო დღეს ევროპაში გაიქცა დამლაგებელი რომელიც აკალაგებდა დღეს ევროპაში გაიქცა იმიტომ რომ მეტია იქ შემოსავალი მეტია და აქითაც მეტსაც აღგზავნის ხო დღეს ეს ჩაანაცვლა ვინ? ამ ადამიანებმა ჩაანაცვლეს, იმიტომ რომ მათ თავით ქვეყანაში ისევე როგორც ჩვენ იმ ქვეყნებში, იმ დასავლეთში, რომლებშიც ჩავდივართ, ზუსტად ისევე ჩამოდიან აქ და ისინი მზად არიან, რომ ნაკლებ ხელფასზე იმუშაონ, ნაკლებ შემოსავალზე იმუშაონ და ჩანაცვლება უნდა მოხდეს და ხვალდაზე კონფლიქტური სიტუაციები თავისთავად მოხდება. თავისთავად მოხდება და ამისთვის მზად ხართ? აქედან გამომდინარე გეუბნებით ჯერ არ შეხებია ოცნების მომხრეებს აი ეს ყველაფერი რაც გითხარით მაგრამ შეეხება ხვალ ის შიში გაუქრება აი ყველას რომ დააპატიმრებთ კაცო ამ ადამიანებს სულ ყველას დააპატიმრებთ რომლებთანაც ისევ მათთვის ქმნით გმირებს აქით ამ ხარეს რომ გმირი არ არის გავიგე მაგრამ იქით ამ ხარეს ხო გმირებად ქმნით ხო ცოტნე დადიანივით ჩაბარდა დღეს რა ქვია ის მივიდა ნიკამელია რა ქვია გვარამია და ასეთ გმირებს აკეთებთ იმიტომ რომ ისევ გსურთ რომ მათ შორის მოაქციოთ ეს ყველაფერი და თქვათ რომ აი ესენი არიან კაცო ამათი მოსვლა გინდათ ამას აკეთებთ ხო დადნება ეს ყველაფერი ერთ დღეს ხო გათავდება ეს თქვენი არსენალი ხო აღარ იქნება და ამ ადამიანებს რა პასუხს აცემთ მე ამ ადამიანებს რას ეუბნებით ისევ მათი შიში უნდა იყოს ხო ისევ უნდა მე წამოწიოთ რომ ეხლა ესენი დასავლეთთან ერთად კიდევ ერთხელ გვიპირებენ განადგურებას და აბა კიდევ ერთხელ დამიდექით ხალხო გვერდზე იმიტომ რომ თქვენ კი ხართ მშივრები და გაჭირვებულები მეორე ნაწილით რომლებიც თუნდაც ციხეში ის რომელიც მართლა ალალად გულით იბრძვიან ის ბავშვები რამე ფულით კიდე გეუბნებით მითხარით ეგეთი ფულით აბა თქვენ თო შეაფასეთ ვინ წახვალთ იმაზე რაც ეს ბავშვები წავიდნენ იმ ჭხუბზე იმ დაპირისპირებაზე იმ ციხეში როცა მიდიან ერთხელ მჯდარ
ხართ და იცით ერთი როგორ არის ეს ყველაფერი და ვინც იცის მეორეჯერ რა ფული უნდა გადაგიხადო რომ მაგაზე წახვიდე და მაგ ხელად ხავთ იმაზე გადახდილი ესე იგი გულით არიან ხო წასულები ამაზე ესე იგი შინაგანი რწმენით არიან ხო წასულები ამაზე შეიძლება მათ მივართ ეს ორი ერთმანეთზე ასე ვთქვათ ის ფენა რომელ ფენასაც ყველაზე მეტად უჭირს ერთმანეთს აპირისპირებ იმ ახალგაზრდა ბიჭებს და ბავშვებს დღეს რომ უყურებ ხოლმე იმ ახალგაზრდა პროკურორებს იმ თუნდაც აი დღევანდელ თქვენ პოლიტიკოსებს რომლებსაც თქვენთან შედარებით მართლაც მამისტოლა ვარ ხო მე მახსენდება იმისი რა ქვია მიშა სააკაშვილის დროსაც თქვენ გონიათ სხვანაირი იყვნენ ის ბავშვები რომლებიც მე იმად გადააქციეს დამნაშავეებად თქვენაირი გულანთებული ბავშვები იყვნენ ისინიც მზად იყვნენ სამშობლოს გულისთვის ყველაფერი გაეკეთებინათ ისინიც მზად იყვნენ დაეჭირათ თავში ჩაერტყათ ადამიანები რა ქვია ციხეში წაეყვანათ ასე იყვნენ ისინი მზად და რომ გიყურებთ თქვენ და რომ უყურებ ამ ადამიანებს თქვენ გონიათ ჩემთვის ეს ორივე მე მესამე ვარ ამ ორის დაპირისპირებაში და მარტივად ხედავ ამას ზუსტად ერთნაირად კეთდება ყველაფერი ზუსტად ერთნაირია ხელწერაც ერთნაირია ის რა ქვია საუბარიც კი ისიც ტონალობაც კი და სიტყვებიც კი ყველაფერი ეს ერთნაირია სადამდე მიყავთ ეს ქვეყანა დაფიქრდით ამაზე ხალხო დაფიქრდით და კიდე გეუბნებით იმ ადამიანებს მოგმართავ სწორედ ვინც ფიქრობთ იმას რომ ქართული ოცნება კი არ მომწონს მაგრამ აი სწორედ ამ ადამიანებმა ამათმა იფიქრეთ იმიტომ დადგება დრო როდესაც გაგახსენდებათ ხო არა ის ჩვენი მტრები რას ამბობდნენ არამედ ის რომ არამედ გაგახსენდებათ ჩვენი მეგობრების დუმილი გაგახსენდებათ რომ ისინი ჩუმად იყვნენ ამ დროს ამიტომ ჩუმად ყოფნის დრო არ არის ნელ-ნელა ხმის ამოღების დროა ნელ-ნელა კიდე არ გეუნებით იმას რომ ხარეზე გადადით არ გეუნებით იმას რომ გინდა თუ არა მიტინგებზე წადით თუმცა არც ეგ არ იქნება ცუდი იმიტომ რომ დაინახოს ამ ხელისუფლებამ რომ თურმე ის ადამიანები რომლებიც აქამდე მიშას ხელისუფლებას ებრძოდნენ ისინი რომლებიც ლიბერალები არ არიან და ჩვენი დასაყრდენი იყვნენ კონსერვატორების და კონსერვატიული ასე ვთქვათ ფრთა იყო რომელიც გუშინ გახდნენ ესენი ეს ხელისუფლება თორე გუშინ წინ რასაყაროყოთ იმ ლიბერალებზე უფრო მეტი ლიბერალები იყვნენ ნატო და ისა რა ქვია ევროკავშირი კანონები რაც კი იყო რა ქვია სექსუალურ უმცირესობას და ყველაფერზე ამათი მიღებულია ყველაფერი იმაზე მეტი უფრო ლიბერალები იყვნენ ვიდრე გუშინდელი ასე ვთქვათ ხელისუფლება რო იყო იმაზე მეტი მაგრამ დღეს ეს დაჭირდათ და დააფიქრდით რა დააფიქრდით ესენი ხო თქვენზე დგანან ესენი ხო თქვენზე ჩვენაირ ადამიანებზე დგანან და დავანახოთ რა დამთავრდა ეგ დრო დავანახოთ რაღაცები უნდა შეცვალოთ საარჩევნო კანონმდებლობა შესაძლებელია და ვიღაცამ რო შეცვალო მე რო წააგონო ანუ ხვდებით ხო რომ წაგების გექნება თუ კი შეიცვლება ამიტომ არის შესაძლებელი სწორედ რომ უნდა წააგოთ უყოთ ეს არ ნიშნავს რომ პირწმინდა წაგებულები არ იქნებით რაღაცა ფორმით დარჩებით პოლიტიკაში რაც თქვენი გარანტია იქნება და ჯობი ამ გზით წახვიდეთ და იმ კაცსაც გააგებინოთ ეს იმიტომ რომ ბევრი იძახის იმას რომ ვინ კითხავს კაცო კობახიძეს ვინ კითხავს მდინარაძეს ვინ კითხავს ამ ახალგაზრდებს რომლებიც არიან თავარი არის ის და კიდევ კარგი რომ ის არის თორე აბა ამაჭკუაზე ხო მე მირჩევნია რომ ამაჭკუაზე იყოს მე მირჩევნია რომ პასუხისგებლებიც იყვნენ და მართლაც გადაწყვეტილების მიმღებლებიც ესენი იყვნენ პოლიტიკას ურჩევნია ესე და იქნება აიღოთ მართლაც თქვენ თავზე სწორედ თქვენ აიღოთ და იმ კაცსაც გააგებინოთ და უთხრათ რომ სახელმწიფოს მართვა ასე და ასე უნდა მოხდეს ამისთვის ეს არის საჭირო რა ვიცი ღმერთმა ხნას რომ თქვენს ისინი ვინც ხელისუფლებაში ხართ და იმ ადამიანებს რომლებსაც ჯერ კიდევ გული შეტკივათ ამ ხელისუფლებაზე იქნება გაგვეხსნას ცოტა გონება და დავიწყოთ ფიქრი იმაზე რომ რაღაცეები ფუნდამენტალურად შესაძლებელია კარგად გზანდებოდეთ ნახვამდის მადლობა ყურადღებისთვის